ნოვოროსიისკის საზღვაო პორტი კრასნოდარის ყირიმში ახლა რუსეთისთვის ყველაფერია. ეს არის ერთადერთი პორტი, საიდანაც რუსეთს შეუძლია ნავთობისა და მარცვლეულის გატანა შავი ზღვისა და აზოვის ზღვის გავლით დანარჩენ მსოფლიოში. შავი ზღვის ფლოტის ახალი სახლია მას შემდეგ, რაც ის ყირიმის სევასტოპოლის პორტიდან გააძევეს. თუ ნოვოროსიისკი დაეცემა, რუსეთის საზღვაო ოფნის ნარჩენებიც უკრაინაში მასთან ერთად დაინგრევა. უკრაინამ ეს კარგად იცის. მან ახლახან ძლიერად დაარტყა ნოვოროსიისკს. გიგანტურმა ცეცხლის ბურთებმა ნოვოროსიისკში მნიშვნელოვანი ობიექტები რუკიდან გააქრეს. უკრაინამ ახლახან გაანადგურა პორტი და მასთან ერთად ის სიცოცხლის ხაზი, რომელიც რუსეთის საომარი მანქანის გულს ამუშავებდა. გუშინ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ფლოტის ბოლო მთავარი საფრდენი იყო. ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს ექსპოსტში. უკრაინამ თავი არ შეიკავა. რეაქტიული საჰაერო დრონები, უპილოტო საზღვაო სისტემები და ნეპტუნის რაკეტების მთელი არმია ერთ მიზანს დაესხა თავს. დაანგრიეს ყველაფერი, პიერებიდან საჰაერო თავდაცვის პოზიციებამდე და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურამდე. ნოვოროსიისკი შოქშია. მეზღვაურები და პორტის მუშები ძლივს იჯერებენ, რომ უკრაინის შეტევა არა მხოლოდ პორტის დაცვას გადალახა, არამედ ასეთი დიდი ზიანის მიყენებაც შეძლო. და ეს ტკივილი ყველაზე მძაფრად იგრძნობა იმ ერთ აქტივში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი რუსეთისთვის ომის მომგებად თვლიდა, შავი ზღვის ფლოტში. ამ ფლოტისთვის ძალიან მძიმე ღამე იყო. უკრაინის უწყვეტმა ღამის იერიშმა რუსეთის 4 სამხედრო გემი თამაშიდან ამოაგდო. რაც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი ვეღარასდროს გამოიყენებს მათ უკრაინის დასაშინებლად, შავ ზღვაში ან უკრაინული ტერიტორიის მისამართით რაკეტების გასაშვებად. უკრაინის მიერ დაზიანებულ გემებს შორის იყო პროექტ 11356-ის 2 ფრეგატი. იუწყებიან ევრომედიასა და პრესა. ადმირალ ესონი და ადმირალ მაკაროვი, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ერთ-ერთი ყველაზე ახალი სარაკეტო კრეისერებია, უკრაინის იერიშების შემდეგ იწვის. ორივე გემი სასიკვდილოა. შეუძლიათ კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება, რომელთა მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრამდეა. შეუძლიათ 450 კილოგრამიანი საბრძოლო თავების დარება და ასევე მიიჩნევა, რომ ბირთვული შესაძლებლობაც აქვთ. ეს გემები რუსეთის საზღვაო სტრატეგიის მთავარი ნაწილია, რომელსაც შავი ზღვის რეგიონში იძულებულია მისდიოს. შეინარჩუნონ ეს გემები, რაც შეიძლება შორს უკრაინისგან და განახორციელონ დარტყმები დისტანციიდან. უკრაინასაც შეუძლია დარტყმა დისტანციიდან. მან ეს ახლახან დაამტკიცა და რუსეთის ორმას საუკეთესო სარაკეტო კრეისერმა საკუთარი წამლის მწარე გემო იგემა. ეს ორი კრეისერი ერთადერთი სარაკეტო გემი არ არის, რომელსაც უკრაინამ ღამის შეტევისას დაარტყა. ასევე ცეცხლის ქვეშ ჩაიძირა პატარა სარაკეტო გემი ბაიან ემიც. ასევე შეუძლია კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ეს გემი შეიძლება ისეთივე ახალი და ბრწყინვალე არ იყოს, როგორც ორი პროექტი 11356-ის ფრეგატი, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, მაგრამ ის პუტინის რაკეტებით დატვირთული სტრატეგიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. და ბოლოს, როგორც პატარა სასიამოვნო ბონუსი, უკრაინამ ასევე გაანადგურა ვასილი ბიკოვი, საპატრულო გემი, რომელსაც უკრაინის დრონები უკვე სტუმრობდნენ. ეს ხომალდი შეიძლება არიგლება არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული სამხლის სამხედრო გემებიდან, რომლებიც 12 აგვისტოს გამთენიისას დაარტყეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ გემი საერთოდ დაარტყეს, კიდევ უფრო გაამყარებს იმ გზავნილს, რომელიც უკრაინამ პუტინს თავში ჩაუნერგა. შავი ზღვის ფლოტი ნოვოროსიისკში აღარ არის უსაფრთხო. დაივიწყეთ ეს. ნოვოროსიისკიც კი აღარ არის უსაფრთხო. გემების გარდა არის ხანძარი. კადრები უკვე ვრცელდება ტელეგრამსა და X-ზე, რომლებსაც ავრცელებენ დამოუკიდებელი რუსული მედია საშუალებები, რომლებიც ყველაფერს რისკავენ, რათა აჩვენონ რა ხდება სინამდვილეში, როცა რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონების შეტევა მოიგერია. X-სა და Novaplas აქვს ფოტოები და ვიდეოები მასიური ხანძრის შესახებ, რომელიც ნოვოროსიისკში უკრაინის დარტყმამ გამოიწვია. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს დარტყმა მოქმედებაში, როცა ვისმენთ ყურის გამაყრუებელ აფეთქებას, რომელიც ისმის მაშინ, როცა უკრაინის ერთ-ერთი ჭურვი მიზანს აღწევს. ტელეგრამის არხი Crimean Wind კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებს ხანძრებზე. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ეს ჩანს. უკრაინის დრონებმა და რაკეტებმა ხანძრები გამოიწვია სამხედრო ნავსადგურში, სადაც შავი ზღვის ფლოტის გემები დგას, ასევე ადმინისტრაციულ შენობაში და პორტში მდებარე შეშკარის ნავთობის ტერმინალის ნავმისინალის ნავმისადგომზე. შესაძლოა სწორედ ამ ტერმინალში შენახული ნავთობი, ან ის ტანკერები, რომლებიც ამ ნავთობს ირებდნენ, იყოს ის საწვავი, რომელიც ცეცხლს აძლევს ძალას რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან შავი ზღვის პორტში. მიზანმიმართული და სასტიკი ზიანია მიყენებული. ესეც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ყველა სათაურის მთავარი თემა გამხდარიყო, თუმცა სწორედ თავდასხმაა განსაკუთრებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი უკრაინული დრონით თავდასხმა, პირიქით. როგორც ზელენსკიმ თავად აღნიშნა, უკრაინამ ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენა, რომ ნოვოროსიისკში შედეგისთვის მიეღწია. ეს იყო მასშტაბური იერიში, რომელშიც 400 დრონი მონაწილეობდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში, რომელიც უკრაინამ ომის განმავლობაში განახორციელა და ის შევა ქვეყნის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოორდინირებული თავდასხმა. უკრაინამ ახლახან შექმნა საკუთარი სტრატეგია საჰაერო და საზღვაო ძალების კომბინირებისთვის, რათა რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაერტყა და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი იარაღი გამოიყენეს ამისთვის. უკრაინის პალიანიციას რაკეტიანი დრონი იყო ამ ოპერაციის ვარსკვლავი.
რეაქტიული ძრავით აღჭურვილი და 650 კილომეტრამდე მანძილზე მგზავრობის უნარის მქონე სისტემა. 100 კილოგრამიან ტვირთს ატარებს და მისი საკრუიზო სიჩქარე 900 კილომეტრი/საათშია. მიწიდან სულ რაღაც 15 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას მისი შეჩერება ტრადიციული საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკიდურესად რთულია. უკრაინამ ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც ეს დრონი გამოიყენა და ეს მხოლოდ იმით შემოიფარგლება, თუ რამდენად ძლიერად შეუძლია ამ დრონულ რაკეტას დარტყმა. პალიანიცია უკრაინაში ტრადიციული პურის სახელწოდებაა. ნოვოროსიისკი რუსეთის მარცვლეულის მთავარი საექსპორტო პორტია. პურიდან პურამდე ნოვოროსიისკი ფერფლად იქცა. პალიანიცია აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ 15 სხვადასხვა იარაღის სისტემიდან, რომლებიც ყველა უკრაინაში იყო დაპროექტებული, შექმნილი და წარმოებული და რომლებიც ნოვოროსიისკზე ღამის შეტევისას გამოიყენეს. Kyiv Post დანარჩენებს აღწერს თავის 13 აგვისტოს ანგარიშში. პალიანიციასთან ერთად საჰაერო დრონების ფრონტზე იყვნენ Mesh, Sichem, Trust, Bobert, Dobushi, Karyoki, Ramzey, Firepoint და Liuchi დრონები. რუსეთის საჰაერო თავდაცვას არ ექნებოდა წარმოდგენა, რა დაემიზნებინა პირველ რიგში, რადგან უკრაინამ თავისი შორ მანძილზე მოქმედი დრონების პროექტების ნამდვილი მასშტაბი გამოვავლინა და პუტინს აჩვენა, რამდენად შორს წავიდა ქვეყანა, რომელსაც თითქოს არასდროს შეეძლო რუსეთის დარტყმა. უკრაინამ ასევე გამოიყენა სხვა დრონ-რაკეტის ჰიბრიდული სისტემები პალიანიციას გარდა. მათ შორის იყო პეკლო. პირველად ეს დრონ-რაკეტა უკრაინის ძალებს 2024 წლის დეკემბერში მიეწოდათ. მას შეუძლია 700 კილომეტრამდე დაფარვა და მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 700 კილომეტრს აღწევს. ბაზიც მსგავსია და მას 800 კილომეტრამდე დაფარვა შეუძლია. ის ატარებს საბრძოლო ქობინს, რომლის წონა 50-დან 100 კილოგრამამდეა და მიზნისკენ ტურბორეაქტიული ძრავებით მიემართება. თითქოს დრონები და დრონ-რაკეტის ჰიბრიდები საკმარისი არ იყო. უკრაინამ ბრძოლაში თავისი Long Neptune-ის რაკეტებიც ჩართო. როგორც United 24 Media აღწერს, ეს არის შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა, რომლის წარმოებაც ევროპას ჯერ კიდევ არ შეუძლია. 2025 წლის ოქტომბერში Long Neptune ან RK-360L, თუ ტექნიკურად გსურთ საუბარი. ეს არის უკრაინის Neptune D რაკეტების გაზრდილი სიშორის ვერსია. ეს ასევე იყო ყველაზე მძიმე დარტყმის მქონე საჰაერო რაკეტა, რომელიც უკრაინამ რუსეთს გაუშვა 12 აგვისტოს. დაახლოებით 1000 კილომეტრის დაფარვის უნარის მქონე რაკეტას მარტივად შეეძლო ნოვოროსიისკამდე მიღწევა. Long Neptune 260 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს ატარებს და მიიჩნევა, რომ იყენებს მართვის სისტემას, რომელიც მსგავსია იმ სისტემისა, რასაც Scalp-ისა და Storm Shadow-ს რაკეტები იყენებენ, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას გაუგზავნეს. უკრაინაში ბრწყინვალე ტექნიკური გონები ალბათ ამ რაკეტებს უკვე ინჟინერიის გზით შეისწავლიდნენ და გაარკვიეს, როგორ შეექმნათ მსგავსი რამ, ოღონდ უფრო დიდი მანძილის დაფარვის უნარით. და ბოლოს იყვნენ საზღვაო დრონები. რუსეთს შესაძლოა ცნობილი Sea-Baby-ს გამოჩენას ელოდა. თუმცა მიიღო უკრაინის უპილოტო ზედაპირული ხომალდები, სარგანი და მარმი. პირველის მახასიათებლები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, თუმცა აპრილში იყო ვარაუდი, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ტყვიან ფრქვევით აღჭურვილი სარგან 3000 გაუშვა. ჩვენ ვიცით, რომ ამ დრონებს რაკეტების დატვირთვაც შეუძლიათ, ასე რომ შესაძლოა სწორედ ის იყო პასუხისმგებელი უკრაინის რამდენიმე დრონ-რაკეტის ჰიბრიდის ნოვოროსიისკში გაშვებაზე. რატო უნდა გაგზავნოს სარაკეტო კრეისერი დრონის საქმეზე, არა? მარმიზე ცოტა მეტი ვიცით. 2023 წლის დეკემბერში მილიტარნიმ ამ საზღვაო დრონს შავი ზღვის ყველაზე სწრაფი რამ უწოდა, რადგან მას შეუძლია დაახლოებით 59 კვანძის მაქსიმალური სიჩქარის განვითარება. 450 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის დამატებით თქვენ იღებთ დრონს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დაიჭიროს და ძლიერი დარტყმა მიაყენოს. თუმცა რუსეთის დაზიანებული გემები გაქცევას არც ცდილობდნენ. ისინი მაშინ დაარტყეს, როცა იმალებოდნენ შავი ზღვის იმ ერთადერთ პორტში, რომელსაც რუსეთი უსაფრთხოდ თვლიდა. ნოვოროსიისკზე დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსეთი შეიძლება ფიქრობდეს შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში დაბრუნებაზე. ეს კარგი იდეა არ იქნება. როდესაც ნოვოროსიისკი ჯოჯოხეთის ცეცხლის საბურველში საძირებოდა, უკრაინული დრონებიც სევასტოპოლისკენ მიემართებოდნენ. ქალაქის კრემლის მიერ დანიშნული გუბერნატორის მიხაილ რაზვოზაევის თქმით, 30-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ პორტის ქალაქში ყველგან ხანძრები გაჩნდა. მოგვიანებით, Pravda-ს ანგარიშის მიხედვით, სევასტოპოლში ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის ყველა დრონი არ ჩამოუგდიათ. ზოგმა მათგანმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, როგორც პატარა შეხსენება შავი ზღვის ფლოტში დარჩენილ გემებს, რომ ახლა, როცა ნოვოროსიისკიც სამიზნეა, გაქცევის ადგილი აღარ აქვთ. და თქმა უნდა, ისინი სევასტოპოლში დაბრუნებასაც შეძლებენ, მაგრამ უკრაინის საჰაერო და საზღვაო ძალებს მათი პოვნა იქაც ისეთივე მარტივად შეუძლიათ, თუ არა უფრო მარტივად, მადამ ყირიმის პორტში. რაზვოზაევის განცხადება ერთადერთი რუსული პასუხი არ ყოფილა იმ ღამის შემდეგ, რომელმაც გაანადგურა ის საზღვაო ძალა, რაც პუტინს შავ ზღვაში ჯერ კიდევ ეგონა რომ ჰქონდა. კრასნოდარის რეგიონის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ასობით უკრაინული შეიარაღებული ძალების დრონის მასიური შეტევა მოიგერია. მოიცადეთ ერთი წამით რა, როგორ მოიგერიეთ ისინი? ფიზიკურად გაუშვით სარაკეტო კრეისერები პორტში მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ერთადერთი მიზეზია, რაც შეიძლება მოვიფიქროთ, თუ რატომ იწვიან ისინი იმ დრონების გამო, რომლებიც თითქოს და მოიგერიეთ.
შეიძლება რუსეთის საჰაერო თავდაცვის პრობლემები მართლაც ასეთი სერიოზულია. კონდრატევმა არ ახსენა არც დამწვარი პორტი და არც განადგურებული გემები. ამის ნაცვლად მან აღნიშნა, რომ იმ რაკეტების ნამსხვრევები, რომლებიც რუსეთმა მაინც ჩამოაგდო, 21 საცხოვრებელ შენობაზე ჩამოვარდა და გარკვეული მსხვერპლი გამოიწვია. უკრაინას არც ერთი ამ ობიექტისთვის განზრახ არ დაურტყამს. რუსეთმა შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დრონები და რაკეტები საკუთარი მოსახლეობის თავზე ჩამოეგდო. რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის იერიში მოიგერია. ეს ასე არ არის. ამ მარცხის ფასი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შეიძლება თავიდან იფიქროთ. ნოვოროსიისკი უბრალოდ ჩვეულებრივი პორტი არ არის. ის ყველაფერია რუსეთისთვის შავ ზღვაში. მაგრამ სანამ უფრო დეტალურად აგიხსნით, შეგახსენებთ, რომ სამხედრო შოუს უყურებთ. თუ ჩვენს არხზე ინფორმაციას იღებთ, კიდევ ბევრი ვიდეო მალე გამოვა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ჩართეთ შეტყობინებები, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. დავიწყებთ იმით, რაც უკვე რამდენჯერმე გვიხსენებია. ნოვოროსიისკი შავი ზღვის ფლოტის ახალი სახლია. რუსეთს არასდროს სურდა, რომ ამ პორტში თავისი სამხედრო გემები დაეყენებინა. მას სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადასვლა იძულებით მოუწია, რადგან უკრაინის დამანგრეულმა კამპანიამ ფლოტის დაახლოებით მესამედი გაანადგურა, ან სერიოზულად დააზიანა. იმ ფლოტის, რომელიც პუტინს შავი ზღვის დომინირებისთვის საკმარისად მიაჩნდა. უკრაინის მიერ მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი 2023 წლის ბოლოსთვის უკვე მომხდარი იყო, რამაც გამოიწვია გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის ფლოტის მთავარი საოპერაციო ბაზა ნოვოროსიისკი გამხდარიყო. 2024 და 2025 წლებში სამხედრო გემებმა სრულიად საპირისპირო გააკეთეს იმისგან, რისთვისაც აშენებულნი იყვნენ. ისინი უკრაინიდან რაც შეიძლება შორს გაცურავდნენ. 2025 წლის შუა პერიოდში სევასტოპოლის შავი ზღვის ფლოტმა პრაქტიკულად მიტოვებული დატოვა. ნოვოროსიისკი იყო სასოწარკვეთილი არჩევანი. დიახ, ეს უზარმაზარი პორტია, მაგრამ ის აშენებულია სავაჭრო გემებისთვის და არა სამხედრო გემებისთვის. მას არ აქვს სარემონტო ინფრასტრუქტურა და არ გააჩნია მშრალი დოკი. ნოვოროსიისკი ასევე ექვემდებარება უფრო რთულ ზღვის პირობებს, როგორც აღნიშნავს Defense Viewpoint-ი, რაც თავის მხრივ ქმნის ტექნიკური მომსახურების დამატებით პრობლემებს. თუმცა რუსეთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. უკრაინის თავდასხმამდე რუსეთი ამუშავებდა გეგმებს, რომ შავი ზღვის ფლოტის დარჩენილი სარდლობა და მართვის ერთეულები, რომლებიც სევასტოპოლში იყო დარჩენილი, გადაეტანა ნოვოროსიისკში. ამის შესახებ იუწყება Kyiv Independent-ი, რომლის თქმითაც დათქმული ოფიცრები ფაქტობრივად იძულებულნი იყვნენ მოეწყოთ თავიანთი ოჯახების გადაყვანა და გაეყიდათ ქონება, რომელიც ვერ წაიღებდნენ გადაყვანამდე. ამ ყველაფერში ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ ნოვოროსიისკი მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ იყო უკრაინის დრონებისა და რაკეტების მოქმედების ზონის მიღმა, უფრო უსაფრთხოდ ითვლებოდა ვიდრე სევასტოპოლი. ყირიმის საბრძოლო ზონაა და ასეა უკვე გარკვეული დროის განმავლობაში. ნოვოროსიისკში მაინც ნაკლები შანსი იყო, რომ შავი ზღვის ფლოტს მასიური შეტევა დაარტყამდა, ხომალდებს გაანადგურებდა და მთელ პორტს ცეცხლში გაახვევდა. ეჰემ. ეს რუსეთს და მის დასუსტებულ ფლოტს კარგად არ გამოუვიდა. ნოვოროსიისკი აღარ არის უსაფრთხო. 300 კილომეტრი. პრაქტიკულად არაფერია უკრაინის ახალი თაობის დრონებისთვის, რაკეტებისთვის და საზღვაო უპილოტო აპარატებისთვის. პორტი მიუწვდომელი არ არის. უბრალოდ უკრაინას ცოტა მეტი დრო სჭირდება, რომ თავისი საცეცხლე ძალა მიიტანოს. და ახლა როცა ვნახეთ, რამდენად მასიური შეიძლება იყოს უკრაინის იერიში ნოვოროსიისკზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინა შავ ზღვაში იმარჯვებს. ეხლა რუსეთის ფლოტს მხოლოდ ის დარჩა, რომ თავისი შემცირებული სარაკეტო კრეისერების იმედად იყოს და შორიდან განახორციელოს შეტევები. და როცა ამ კრეისერებიდან რომელიმე დაზიანდება, ის იმ პორტშია, სადაც არ არის საკმარისი სარემონტო ინფრასტრუქტურა, რომ ისევ მწყობში დააბრუნონ. ნელ-ნელა ნოვოროსიისკი შეიძლება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დასასრული გახდეს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ეს მტკივნეული პუტინისთვის და მისი კრემლის ხელქვეითებისთვის, არსებობს კიდევ ერთი, ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა, რომელსაც რუსეთს მოუწევს გაუმკლავდეს. ნოვოროსიისკი ძირითადად სავაჭრო პორტია. და როდესაც ასეთი პორტი იწვის, რუსეთი ვერ ახერხებს თავისი ნავთობისა და მარცვლეულის დანარჩენ მსოფლიოში გატანას, რაც ნიშნავს, რომ კრემლის საომარი ბიუჯეტი კარგავს დიდ თანხებს. რუსეთი ნოვოროსიისკს იყენებდა თავისი ჩრდილოვანი ფლოტის კვანძად უკრაინაში შეჭრის განმავლობაში. Ballast Markets-ი 2024 წლის ძირითადი სტატისტიკას გვთავაზობს და იუწყება, რომ ნოვოროსიისკი გემების მოძრაობის მიხედვით მსოფლიოში 67 უდიდესი პორტია. 2024 წელს პორტში დაახლოებით 4468 გემის შემოსვლა დაფიქსირდა. მათგან 1568 ნავთობის ტანკერი იყო. შეიძლება გახსოვთ, ადრე ვახსენეთ შეზგარის ნავთობის ტერმინალი. დაიმახსოვრეთ ეს ტერმინალი, რადგან მალე მნიშვნელოვანი გახდება. Ballast Markets-ის ცნობით, ნოვოროსიისკის მთავარი პროდუქტი ნედლი ნავთობია, რომელიც ყველა გემის შემოსვლის 45%-ს შეადგენს. დამუშავებული ნავთობპროდუქტები მეორე ადგილზეა გემების შემოსვლის 25%-ით. შემდეგ მოდის მარცვლეული, ქვანახშირი და მეტალები. თითოეული მათგანი გემების შემოსვლის 15%-ს შეადგენს. ეს არის სავაჭრო პორტი. და ეს არის პორტი, სადაც დაფიქსირებული მოძრაობის 75% რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან მოდის. ყოველ წელს მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელი გადის ნოვოროსიისკის გავლით. ამ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი კრემლს შეუძლია დაბეგროს და ეს ფული რუსეთის საომარი ძალისხმევაში მიედინება.
ეხლა გაიხსენეთ შესგარისი. შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემის გარდა, რომელიც უკრაინამ 12 აგვისტოს გაანადგურა, შესაძლოა სწორედ ამ ნავთობის ტერმინალმა მიიღო ყველაზე მძიმე დაზიანება ღამის დარტყმის შეთქმის შედეგად. მილიტარნი იუწყება, რომ იმ ხანძრებიდან ბევრი, რომელთა შესახებაც გესაუბრეთ, სწორედ ამ ნავთობის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ ახლახან გაანადგურა ნოვოროსიისკის ის ნაწილი, რომელიც სპეციალურად სანქცირებულ გემებზე არალეგალური ნავთობთვირთვას ემსახურებოდა. შესგარის ტერმინალი, რუსული ნავთობის კომპანია ტრანსნეფტის მთავარი ნავთობსადენების საბოლოო წერტილია და ის ნოვოროსიისკში ორ უმნიშვნელოვანეს სამრეწველო ობიექტთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს. მეორეა გროზოვაია, რომელიც დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული. შესგარის ტერმინალს წელიწადში 75 მილიონი ტონის გამტარუნარიანობა აქვს. ასევე მასიური რეზერვუარების პარკი, რომელიც 1,28 მილიონ კუბურ მეტრ ნავთობს იტევს. თუ ფსონებს ვდებდით, ვითხოვდით, რომ ნოვოროსიისკში ამჟამად ამოსული ცეცხლი გამოწვეულია იმთვლია იმით, რომ უკრაინამ პირდაპირი დათმობები მიაყენა ამ რეზერვუარების პარკს. და ეს პრობლემაა რუსეთისთვის. რაც უფრო მეტი ნავთობი იწვის, მით ნაკლები ფული რჩება ომის მანქანის დასაფინანსებლად. შესგარესის გათიშვით რუსეთის ნავთობისა და პროდუქტების და ნავთობპროდუქტების ვაჭრობის 70%-მდე პირდაპირ კვამში იფანტება, სანამ რუსეთი ცეცხლს არ ჩააქრობს და შეკეთებას არ მოახერხებს. მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება, როცა უფრო ახლოდან დააკვირდები. ნავთობის ტერმინალთან ერთად, უკრაინის დრონების იერიშმა ნოვოროსიისკში მარცვლეულის ორი ტერმინალიც გათიშა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ ეს ტერმინალები რუსეთში ყველაზე დიდ ტერმინალებს შორისაა. ერთ-ერთი მათგანი წელიწადში 8,5 მილიონ ტონეს იტევს, განუცხადა ანონიმურმა წყარომ სააგენტოს და მას ოპერაციების შეჩერება მოუწია, სანამ უკრაინის დრონებისა და რაკეტების მიერ მიყენებულ ზიანს გამოიძიებენ. მეორე ტერმინალი წელიწადში 7,1 მილიონ ტონა მარცვალს ამუშავებს და მასაცაც ოპერაციების შეჩერება მოუწია მიყენებული ზიანის გამო. ეს არის საექსპორტო არხი, რომელიც მთლიანობაში 15,6 მილიონ ტონა რუსეთის მარცვლის ექსპორტს ამუშავებს და რომელიც სულ ახლახან ერთ ღამეში მთლიანად დაიხურა. რაც ჩვენ ვიხილეთ აგვისტოს 11-დან 12-ის ღამეს, იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დარტყმა რამდენიმე მიზეზის გამო. 15 სხვადასხვა იარაღის სისტემას შორის კოორდინაციის ასეთი დონე გასაოცარია. უკრაინამ წარმოაჩინა თავისი შორმანძილზე მოქმედი შესაძლებლობების დიდი ნაწილი, თუმცა რა თქმა უნდა, არა ყველაფერი. და ეს გააკეთა ისე, რომ ერთდროულად რუსეთს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და ასევე წარმოაჩინა უწრონი მზარდი შესაძლებლობა, განახორციელოს კოორდინირებული შორმანძილზე დარტყმები. შემდეგ არის ის, თუ რას დაარტყა უკრაინამ. შავი ზღვის ფლოტი კიდევ უფრო დასუსტა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინის პრეტენზიას შავი ზღვის კონტროლზე. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა დარტყმას კიდევ ერთი, მეორე ფენა აქვს. ფენა, რომელმაც სავარაუდოდ უკვე მილიონობით დოლარი დაუჯდა რუსეთს და ეს მინიმალური შეფასებაა. ნავთობი დაიწვა. მარცვლეულის და ნავთობის ტერმინალები დაზიანებისა და ხანძრის გამო დაიხურა. რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მის ყველაზე მნიშვნელოვან შავი ზღვის პორტში ვერაფერი გააკეთა. ამ ყველაფრის შესაჩერებლად ნოვოროსიისკი უკვე დამკვიდრდა როგორც სამიზნე და უკრაინა სულ უფრო უკეთესად ახერხებს შორმანძილზე სამიზნეების დაზიანებას. რუსეთი ჩააქრობს ხანძრებს, ჩაატარებს შეკეთებას, მაგრამ ისიც ეცოდინება, რომ ეს ყველაფერი შეიძლება წამში წყალში ჩაიღაროს, თუ უკრაინა გადაწყვეტს მსგავსი შეტევა კვლავ განახორციელოს. ამჟამინდელი მიზანია ნოვოროსიისკი რუსეთისთვის ისეთივე უსარგებლო გახდეს, როგორიც სევასტოპოლია. უკრაინას აქვს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობები, რომ ეს მოახერხოს, რადგან ოდესღაც უსაფრთხო ნავსადგური გახდა რუსეთის უახლესი ობიექტი, რომელიც იძულებულია ჩაერთოს ომში, რომელიც პუტინი ირწმუნებოდა, რომ არასდროს გადაკვეთდა უკრაინის საზღვარს. პუტინის რეპუტაცია როგორც რუსეთის დიდი დამცველი კიდევ ერთხელ დაზიანდა. და ის მანამდეც არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო. როდესაც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი შავი ზღვის საექსპორტო ჰაბი იწვის, უკრაინა ასევე მიზანში იღებს რუსეთის შიდა ლოგისტიკას. კიდევ უფრო მეტი, Wildberries-ის ობიექტი ნადგურდება. რუსეთის მომარაგების ჯაჭვში და ეკონომიკურ სტრუქტურაში კრიტიკული სისუსტე სისტემატურად იშლება და კრემლი პანიკაშია. გაიგეთ ყველაფერი ამ დარტყმების და მათი გავლენის შესახებ რუსეთის ეკონომიკაზე ჩვენი ვიდეოს ყურებით და სანამ წახვალთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი უკრაინის ყველაზე გამანადგურებელი დარტყმების შესახებ. და მადლობა, როგორც ყოველთვის, ყურებისთვის.